სმოლენსკის ტრაგედიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია, რომელიც ავიაკატასტროფას შეეწირა, საქართველოში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ფილმის რეჟისორი ცნობილი პოლონელი კინოდოკუმენტალისტი ალისტი მარიო შპილისია, რომელიც კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმის გადაღებას საქართველოსზე აპირებს. ღონისძიების ორგანიზატორები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია იყვნენ. მარიუსი არის ძალიან საინტერესო პოლონელი დოკუმენტალისტი, რომელმაც ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი გადაიღო ჩვენი რეგიონის შესახებ. ისი უკანასკნელი ფილმი, რომლის ჩვენებას დღეს მიმდინარეობს, არის ლეხ კაჩინსკის და მის გარშემო მოხდარი ტრაგედიის შესახებ, მის ამ ფაქტზე გამოძიების შესახებ, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო ხედვა არის ამ მოვლენების. ძალიან აღელვებული ვარ ამ ფილმის მერე. მინდა გითხრათ, რომ ამ რეჟისორთან ჩვენ ვაპირებთ მომავალში სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. საქართველოში ბატონი მირზა დავითაიას მოწვევით ჩამოვედი, რომელმაც ჩემი ახალი ნამუშევარი ცოტა ხნით ადრე ნახა და თბილისში მომიწვია. პრეზენტაციით კმაყოფილი ვარ და გარდა ამისა განვიხილეთ სხვადასხვა პროექტები, რომლის განხორციელებას საქართველოში ვგეგმავთ. რაც შეეხება ჩემი ფილმის შინაარსს, მასში დასმულია ისეთი შეკითხვები, რომელიც მანამდე არასოდეს დასმულა. და გამოშვების ბოლოს